მოგესალმებით დადგა 4 შაბათს საღამოს 8:09 მეგახლავთ გიორგი ტარასელია და აუცილებლად მინდა მოვიკითხო ყველა ის ადამიანის გაჭირვებაში ხარ რა თქმა უნდა უცხოეთში მყოფი ქართველი განსაკუთრებით როცა თან მამა გიორგი რო ყავს თევდორაშვილი ხოლმე აუცილებლად განსაკუთრებით იმიტომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს უცხოეთში მყოფებს და პატიმრები განსაკუთრებით ჩემი საყვარელი პატიმრები რომლებიც ავიცი ძალიან დიდ პატივს გცემთ და მინდა რომ ყველა ბედნიერი იყოს და თქვენი დარდი გამქრალი იყოს უცხოეთში მყოფ ადამიანებსაც და რა თქმა უნდა პატიმრებს, იმიტომ რომ უცხოეთში მყოფობაც გარკვეულწილად ზოგისთვის პატიმრობაზე მეტია. და ზოგს ურჩევნია, რომ იყოს საქართველოში და პატიმარი იყოს დამიჯერეთ. ბევრი არის ესეთი და მინახავს კიდევაც და ღმერთმა შეგაძლებინოთ ის დიდი ტვირთი, რასაც თქვენ საქართველოს უკეთებთ. აი ამ თქვენი ტკივილთან ერთად, იმიტომ რომ თქვენ რასაც საქართველოს უკეთებთ, უცხოეთში მყოფი ქართველები, მაგდენს საქართველოსთვის არც ერთი ის ადამიანი არ აკეთებს, ვინც არის თანამდებობის პირი, რო იცოდე და დიდი მადლობა. თქვენი გადარჩენილია საქართველო და აი თქვენ ცრემლზე დგას პირდაპირ და იმაზე რომ მატერიალურად როგორ ეწევიან და ადამიანები იქაც მარტო საქართველოში თუ დაიბადება ისეთი ადამიანი. არც ერთი ქვეყნიდან სხვაგან ადამიანი არ წავა იმისათვის რომ მისი ოჯახის წევრი იყოს კარგად. და თვითონ არ მოიკლებს ყველაფერს და ეს მარტო საქართველოში იბადება ესეთი ადამიანი და გაფრთხილება უნდა რაც თავარია და ძალიან რთული მომენტი დგება სამომავლოდ ძალიან ცუდი ვითარება არის იმიტომ რომ ჩვენ ადგილებს ხვები ავსებენ ხოლმე და აუცილებლად რაღაცნაირად ახლა მომივიდა ეს კითხვა რომ და ძალიან გულსატკენი არის მამა გაბრიელი წინას არ მეტყველებდა რომ შეიძლება მალეო ქართული საუბარი მოგენატროსო და მამასთან გადავალ ამ კითხვა თუ შეიძლება დაგლოცეთ მამაო და ეს რაღაც თითქოს ესეთი ძიმე კითხვა არის მამაო პირველივე შემოთავაზებაზე რომ აი ჩვენ ერთმანეთისთვის გავჩდით და ამ დროს ეს ერთმანეთის ადამიანები გნატრობთ და მალე უფრო კიდე წინ და წინ უფრო რთული პერიოდი მოდის სამწუხაროდ ჩვენდა და როგორ უნდა შევეგულოთ და როგორ უნდა დავძლიოთ ის სირთულეები რასთან ერთად შეიძლება ამის გადატანა გადაცემის წინ გიორგი მონიტორზე რო წამები ეწერება რამდენ ხანში დაიწყება გადაცემა მე ისე განვიცდი რომ შეიძლება ისე იური გაგარინი არ განიცდიდა და კოსმოსში რომ მიფრინავდა ჩვენს ბავშვობაში აჩვენებდნენ ხოლმე კოსმოსურ ხომალდსრულებდნენ და წამები ეწერებოდა და აი ასე განვიცდი და რატო განვიცდი პირველად არ ვარ ხო რო არიცით როგორც კი მე გავლაღდები და გავშინაურდები გინდაც ამბიონზე გინდაც ეთერში არ იქნება კარგი ჩემთვის იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი პასუხისგებლობა შეკითხვა დაგისვამ ისეთ რთულ თემაზე, როგორც ყველაზე პირველი და აქტუალურია დღეს თანამედროვე რეალობაში. თუმცა ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია წმინდა წერილში, ძველ და ახალ აღთქმაში, მთავარია ჩვენ ვიცოდეთ წმინდა წერილი, რა თქმა უნდა კომენტარებით და აღარ გაგვიჭირდება ქმედება როგორ მოვიქცეთ, რომ გადავიჩინოთ თავი და გადავარჩინოთ საზოგადოება, მოყვასი და რა გავაკეთოთ ამისთვის. ძალიან რიტორიკული კითხვაც არის ეს და არა მარტო რიტორიკული, სულიერი მოვალეობა, მე რომ კითხვა. პავლე მოციქული გარკვევით ამბობს, მაგრამ სანა პავლე მოციქული იტყვის, მაცხოვარი ამბობს, რომ იმით მიხვდებიან ჩემი მოწაფეები რო ხართ, ერთმანეთი რო გეყარებათ. ხო? რამდენჯერ იყავით წირვაზე რამდენჯერ ეზიარე, რამდენი ტაძარი ააშენე თუ სამრეკლო, არავინ არ შეგვეკითხება ამას გიორგი. შეგვეკითხებიან, უფრო სწორედ შეკითხვაც აღარ იქნება საჭირო, ყველა მიხვდება, რომ შენ იყავი თუ არა სიყვარულის ჭური. სიყვარულით მოქმედებდი, სიყვარულით ქადაგებდი, სიყვარულით ლოცულობდი, სიყვარულით გასცემდი პურს. და მეორე ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ რჯული ქრისტეს. ეხლა მოდი ჩვენ თავს დავუსვათ კითხვა გიორგი, რამდენი ადამიანი, რამდენი ქრისტიანი მოიძებნება, ვინც ასე თქვათ, ატარებს მოყვასის ტვირთს.
ისი არა, აი გაიხარე, გილოცავ, მრავალს დაესწარი, ჩემო ლამაზო და ჩემო კარგო, არა. მასე არა, ესეც კარგია. ესეც კარგია, გიორგი, რომ შენ ამხელა შესავალი რომ გააკეთე, ეხლა გისმენდი, ხო? შენ რამოდენიმე წამში მთელი ღვთისმეტყველება გადმოეცი მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება და აი მე გამიჩნდა სურვილი რომ შენ ამ თემაზე გაგეგრძელებინა საუბარი. იმიტომ რომ ეხლა მე და შენ ვის რა უნდა უთხრათ და ვის რა უნდა ვასწავლოთ თუ არა მამა გაბრიელიდან, პავლედან, პეტრედან, დავით აღმაშენებელიდან, ისტორიიდან, აწმყოდან და მომავლიდან. ეს აუცილებელია და მე რასაც პირველ რიგში ვხედავ, შეიძლება ვცდები გიორგი, რომ დღეს კლებულობს სიყვარული მრავალთან. სანამ აპოკალიფსი დადგება, ზოგს უკვე გონია რომ ანტიქრისტე მოვიდა, უკვე დაიწყო ადამიანების კოდირება და ამ დროს არიციან ამ ხალხმა რომ სანამ ანტი გამოჩნდება, მას კვარცხლბეკი უნდა მოუმზადონ და მას ყავს თავისი წინა მორბედები. როგორც მაცხოვრის შესახებ უამრავი წინასწარმეტყველება დაიწერა, ძველი აღთქმა ყველაფერი არის აჩრდილი ახალი აღთქმის, ხო? ძველ აღთქმაში ყველა წიგნში 59 წიგნია ძველ აღთქმაში, ყველგან სიმბოლურად თუ პირდაპირ მინიშნება კრავზე, მინიშნება მესიაზე და მაცხოვარზე. და ანტიქრისტე რომ მოვიდეს, ამასაც გარკვეული წინა მორბედი ჭირდება, როგორც იოანე ნათლისმცემელი იყო მაცხოვრის და ბილიკები მოუმზადა, ასე მოუმზადებენ ანტიქრისტეს ბილიკებს უგულო, უსიყვარულო, ვითომ მორწმუნე ადამიანები. ეშმაკს ურწმუნო ადამიანი აღარ აინტერესებს, იმიტომ რომ ის უკვე გასაგებია, ხო, სად არის და მისი ბედი უკვე გადაწყვეტილია. ეშმაკს აინტერესებს გიორგი, რომ შენ შეგაცდინოს, მე შემაცდინოს. ის ადამიანი, ვინც კვირას წირვაზე უნდა წავიდოს და უკვე მოფიქრებული აქვს აღსარება და ზიარების მიღება უნდა. აი ეს არის მისთვის მთავარი, ხო? ახლა უყურე, ეშმაკი უკვე დროს არ კარგავს, რომ ჩვენ ცოდვები ჩაგვადეინოს. ამას ის უჩვენოდას უმისოდას კარგად ვახერხებთ რა. აღარ ერევა, მაგრამ ის ჩანაფიქრზე მეტად ვასრულებთ გეგმებს. ვიღაცას რომ უნდა რომ ამ ცოდვას თავი დააღწიოს, უკვე ეშმაკი მაშინ შეწუხდება თავისი სუპოსტასები და უკვე გამართლებას გასწავლის, როგორ გაიმართლოთ თავი. ასე ეს ცოდვა კი არ არის, ეს ადრე იყო ცოდვა, ეხლა ეს შეცდომა, ის საყვარელი კი არ არის, მეგობარი ქალი არის, ეს თავხედობა კი არ არის, სიფიცხია. გულახდილობა. გადიჟებს ხოლმე. ხო, აი ალალია. ცოდვა. კაცი მოკლა ალალია, ალალად მოკლა. ხო, აი ესე რომ ეს მოკლედ ძალიან დიდი მზაკრობა მზადება და ეს ყველაფერი სამწუხაროდ ამოფარებულია ეკლესიას, ამოფარებულია მოძღვარს. აი ხლა არ მინდა არავის არ დავასახელებ, ძალიან შორსა ვარ, ყველას მოუწოდებ, რომ თუ ვინმე საქციელი არ მოგწონს, სოციალურ ქსელში კი არ უნდა დავიწყოთ ჭკუაზე დარიგება, როგორც სახარებაში წერია, მოძღვარი სახარებას არ უნდა გაცდეს. სახარებაში როგორც წერია, მიდი და თუ გაქვს სიყვარული ამხილე. ერთხელ ორჯერ მერე ეპისკოპოსთან მიიყვანე. ეს ასე წერია სახარებაში ხუცესთან. ანუ უფრო სულიერ ადამიანთან, ხო? მაგრამ პირველ რიგში ეპისკოპოსი ვისთან მივიყვანოთ, ხო? მეტი აღარ იქნება საჭირო, უკვე ეპისკოპოსი გადაწყვეტავს ვინ თქუანია და ვინ მართალი, ხო? აი სამწუხაროდ მე როგორც რიგითი მოძღვარი, პირველ რიგში რასაც ვხედავ აშკარად, რომ უსიყვარულობა არის ეკლესიაში. პირველ რიგში ეკლესიაში. ხო, საიდანაც უნდა მოდიოდეს. საიდანაც უნდა სიყვარული მოდიოდეს, სამწუხაროდ იქიდან მოდის დღეს სიძულვილი. არავის არ ეწყინოს, მე შეიძლება ჩემ თავზე 1000% ამბობთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მოულოდნელობით არის ახსავსე ხო. აქავე დავძენ გიორგი, რომ გამოჩნდნენ ახალი გრიგოლ ხანძთელები, ახალი ამბროსი ხელაიები, თორნიკე ერისთავები, პავლე მოციქულები და იოანე ნათლისმცემლები, რომლებმაც დროშა აიღეს ხელში ჭეშმარიტების დაცვის და მოკლედ ფიქრობენ, რომ სიმართლის მედროშეები არიან. მე პირადად დავწმუნდები, რომ ასეთი მამები ჩვენ გვყავს და კარგია რომ გვყავს, ან უნდა გვყავდეს უბრალოდ, მე პირველი დავდგები მათ გვერდით და დაუმშვენებ ნებისმიერ მოძღვარს, მხარს, რომელიც უზნეობას ამხელს და არა პოლიტიკურ მოვლენებს. გრიგოლ ხანძთელმა აშოტ კურაპალატი ამხილა სიძვის დიაცი რო ყავდა.
იმას კი არ უთხრა რომ შენ პოლიტიკურად არასწორად იქცევი ან რაღაც ხო თორნიკე ერისთავმა დატოვა დროებით მონასტერი და ჯარს ჩაუდგა სათავეში და გადაარჩინა ათონის მთა ხო აი ეს არ უნდა შეგვეშალოს გიორგი მაგრამ არც ეგ არის ლამაზი რომ გარკვეულ პერიოდში სიმართლის მოყვარული ხარ და გარკვეულ პერიოდში ჩუმათა ხარ ან ჩუმად იყავი ხო თუ შენ სასულიერო პირი მართლა გულწრფელად ჭეშმარიტების მსახურებაში ხარ და ჩვენ ჯვარზე აწერია პავლე მოციქულის სიტყვები რომ სამაგალითო იყავი სიტყვით საქმით შერისხე შეაგონე ანუ გეშე ხო აუცილებელია ოღონდ შენი პირადი ცხოვრების წესით შენი ღვთისმეტყველებით შენი თავდაბლობით შენი სიყვარულით შენი უბრალოებით მაგრამ სამწუხაროდ აი იმ რო ჩამოვთვალე ხო იმ ადამიანებს რო ემსგავსებიან სამწუხაროდ იყო საქართველოში პერიოდი ქუჩაში რომ ადამიანებს კლავდნენ ციხეში რომ აწამბებდნენ და აუპატიურებდნენ ეს მამები დუმდნენ მაშინ სამწუხაროდ არც ერთი მათგანი ხმას არ იღებდა ხო და ეხლა თუ იმეტყვის რომ შერასაკეთებდი მე ციხეებში დავდიოდი და ამას ამბიონზეც ვქადაგებდი არის ამაზე შემონახული ვიდეო ჩანაწერები ხო ამიტომ მოჩვენებითად ვითომ სიბრძნის და სიმართლის სიყვარულით ჩვენ შორს ვერ წავალთ რა ჩვენ საუდელოება მრევლთან ერთად უნდა ვიდგეთ იქ სადაც უნდა ვიდგეთ აი ახლა ერთ პატარა შეკითხვას დავსვავ იმ ღუდლებთან მრევლთან და რა ვიცი ყველა ადამიანი როგორ უნდა მივხვდეთ გიორგი რომ ღმერთი არის ჩვენთან ყოველი წირვის დასასრულს მოძღვარი ქადაგებას ისე არ დაიწყებს ხო რომ არა თქვას ჩვენთან არის ღმერთი ხო აი მე მგონი ბევრს გაუჩნდება კითხვა რომ რას ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი აი ზოგი ამბობს რომ მე თავს გზნობ კარგად ფსალმუნებს რო წავიკითხავ და ვეზიარები მაშინ არის ღმერთი ჩემთან ღმერთი ყველგან არის არ შეიძლება რომ იქ იყოს და იქ არ იყოს ხო მაგრამ ჩემთან რომ ღმერთი არის როგორ უნდა მივხვდე იცი გიორგი რომ დავინახავ ისე ცოდვას რასაც ადრე ვერ ხედავდი გარკვეულ ცოდვაზე ნაკლზე სხვის ნაკლზე და ცოდვაზე კი არა ჩემ ცოდვაზე რომელიც შეფუთული მქონდა და ვერ ხედავდი და ძმის თვალში ბეწს ვხედავდი და ჩემ თვალში დირეს ვერ ხედავდი აი მაშინ მივხვდები რომ მე უკვე გონება გამეხსნა და დავიწყე სულიერი ცხოვრება ესე იგი ჩემ თავში დავაფიქსირე ისეთი ცოდვები რომ ადრე ვერ ხედავდი და უკვე მერე დავიწყე ქადაგება და სხვასაც ვეუბნები ამას რა ეხლა მე ვიმუშავე ჩემ თავზე მე მივხვდი რომ ამპარტავანი მოძღვარი ვარ პატივმოყვარე ვარ 1-2 თვე რო არ დამპატიჟო შეიძლება განკითხვაში ჩავვარდე გიორგი რომ როგორ ეხლა ჩემზე კარგი მოძღვრები მიყავს დარასელიას ეთერში ეს არის პატივმოყვარეობა ხო სიამაყე არის ოდესაც გავალ და გადავხედავ სხვას ზევიდან და ხო ის ყველაზე პრივილეგირებული ხარ ჩემთან სტუმრად შენ იცი ჩემი ხასიათი და ამიტომ ხშირად მეპატიჟები გიორგი რომ პატივმოყვარეობა არ გამძაფრდეს ჩემში იცით ამამო სხვათა შორის აი რატო მიყვარს თქვენი ეთერი რა რომ ჯერ გარდა იმისა რომ გულახდილი ხართ და მართლა რასაც ამბობ ხოლმე ზუსტად ისე ცხოვრობ და ფიქრობ ხოლმე ეგ მომწონს ძალიან რა აი რომც ცუდი იყოს მაინც იტყვი რა და ძალიან მაგარია იმიტომ რომ რა არის იცით მამაო ჩვენ ნებას იმას არ უნდა იმას აქვთ არ უნდა მოუხვიოთ მოვახვიოთ ისა რა ქვია ხურჯინში არ უნდა მოფუთოთ იცით რატო აი თქვენ რასაც ამბობთ წეღარო თქვით რომ ცოდვა უნდა დაინახო შენი მერე ცოდვას ვერ დაინახავ შენსას თუ ამ ყველაფერს სიტყვაზე ჩაყლაპავს და იმას დაუწყებ რა ქვია ხუშას რო დაემსგავსები მერე ცოდვას ვეღარ დაინახავ სამ არ წაიქცევი კი მამა ეგრე არის ხოლმე თქვენი გულახდილო აი ჩხუბი გინდა ხოლმე ხანდახან აი რაღაცა საკითხი არის ხოლმე რაღაცა ხო წავმიკიდებ მეც რაღაცა იცით რაზეც ბრაზდები ხოლმე ზუსტად იცი რა თან აი ყველაზე მე მგონი ყველაზე მაგარი მიცნობ მე იმ მოძღვრებში იცოდი ეგ არის სიყვარული რო ვიცი რომ აი ამ ჩემ სიტყვაზე ჩემი ძმა გაბრაზდება გონიერება ეს არის არ ვიტყვი რა იმ სიტყვას აი ესე კი არ ვიტყვი რომ მე არ შემიძლია რომ სიმართლე არა შენ თავს უთხარი ძმაო სიმართლე რა შენ თავს უთხარი და რო ვიცი რომ ამ სიტყვა შენ გაგაღიზიანებს იმ სიტყვას მე არ ვიტყვი უყურე რა საინტერესოა აპოკალიფსი გიორგი ხო ყველა დღეს აპოკალიფსი და ყველაზე კაი რა გაქვს იცი მამა ჩემზე ცუც არ მოისმენ რა და ეგ არის ძალიან მაგარი რა იმიტომ რომ აი როგორი მაგაზე როგორი ნათქვამი არსებობს იცი გავიგე
რომ ჩემზე ცუდი ილაპარაკეს, მაგრამ შენ როგორ დამიცავი მაშინ, უცად ჩემზე ცუდს ლაპარაკობ. გახსოვთ მამა, ერთ პერიოდი იყო, მაშინ ვიღაცამ რომ აი ვიცი გიორგი, ჩიტო ამბები მომიტანა, მე ყველაფერი ვიცი და იმიტომ მოვდივარ შენთან ეთერში, რომ ვიცი რომ როდესაც მე ყველაზე ძალიან მეჭირდა და შენ გიჭირდა, ჩვენ ერთმანეთის მხარში ვიდექით ყოველთვის. ეხლა რა მინდა ჩვენს ძვირფას მაყურებელს შევახსენო, რომ რა არის თავარი აპოკალიფსი, უყურე გიორგი. გარკვევით ამბობს აპოკალიფსში ღმერთი, მე ვიცი შენი საქმენი. ხა შენი ახსარებით ვერ გამაკვირვებ შილო რა, ვერც დამალავ და ვერც გულახდილობით გამაკვირვებ და ვერც რაღაცას რომ დამალავ. ღმერთი გეუბნება იოანეს გამოცხადებაში. მე ვიცი შილო შენი საქმენი. პირველი. მეორე რა უნდა გააკეთო, რომ ღმერთმა იცის შენი საქმე. შეინანე იყავი ერთგული ეკლესიის და ნუ გეშინია. აი ეს 4 რამ უნდა დავიმახსოვროთ შემოკარგებელს უყველამ რა. აი როცა შენ ფიქრობ ეხლა ახსარებაში რა ვთქვა, როგორ რა ვთქვა, ესა ვთქვა, ისა ვთქვა, მამაო რა სიტყვის, ხო არ გამიბრაზდება, იქნება არ მაზიაროს. გაგახსენდეთ შემოკარგებულ ეგ სიტყვები რა, რომ ღმერთი პირდაპირ გეუბნება თანაც აპოკალიფსში, რომ მე ვიცი შენი საქმე. ასეთი სიტყვები დაიწერა დაახლოებით ბალთაზარის ნადიმზე. ძველ აღთქმაში წერია, რომ ბალთაზარი ესეთი კაცი იყო, რომელმაც ესე იგი ტაძრიდან წამოღებული ჭურჭლით განიზრახა ნადიმის მოწყობა. მენე თეკელ უფარსინ დაეწერა კედელზე. ანუ გაზომილია, აწონილია, მსუბუქი აღმოჩნდი და მოკლედ დამთავრებულია შენი საქმე. ეს ძველი აღთქმა და ახალ აღთქმაში პროექტი პირდაპირ გეუბნება, რომ შვილო, მე ვიცი შენი საქმენი რა. შეიძლება შენ აჩვენებ თავს სოციალურ ქსელში ვიღაცას ან ტაძარში კეკლუცობ, კარგად გამოიყურები, სიკეთესაც აკეთებ, მაგრამ ღმერთი გეუბნება, რომ შენ თეთრად შეფეთქილი საფლავი ხარ, ხო? გიცნობ რა, ვინა ხარ რა. კარგი რა, შვილო, ხა ასაცილოა რა, ჭური, კეცი, მეკეცესთან, ხო? ხო იცის მეკეცემ საიდან შეგაბა ყური, შიგრა ასხია, რა ნივთიერებით ხარ შექმნილი, ხო? და დღეხარ და იმის წინაშე გამოდიხარ და კეკლუცობ და რაღაცა შეიძლება ვიღაც საბრალო ადამიანები შეიყვანო, აუ რა საყვარელია, რა კარგად იქადაგა, რა კაი წამყვანია, რა კარგი მამაოა, ხო? მაგრამ ამ დროს ყურში უნდა ჩაგესმოდეს, რომ მე ვიცი შენი საქმენი, შენ არც ცივი ხარ და არც ხელი. შენ კი არ გეუბნები, ზოგადად ვიძახ. აი მე როგორ ხარ, უყურე გიორგი, ნელთბილი ხარ. ამოგანთხევ შენი პირიდან, ღმერთი გეუბნება, რომ შენ არც ერთი ხარ, არც ძალიან მორწმუნე არ ხარ და არც მორწმუნე არ ხარ. აი ეს შუაშისტი გიას უყარს ხოლმე თქვა კორკოტაშის. შუაშისტები არიან, ხო საშინელი ხალხია შუაშისტები. თუ დაინახეს რომ ფანატიკოსები იმარჯვებიან ფანატიკოსების ზილოტების ხარეზე გადადიან, თუ დაინახეს რომ ლიბერალები იმარჯვებენ ლიბერალების ხარეზე გადადიან, გამიგე? აი მაგალითად მე-4 საუკუნეში უკვე ისე იყო გავრცელებული არიანელობა, რომ ტაძრები დაკავებული ჰქონდათ არიანელებს და ბასილი დიდი რო ჩავიდაო ნიკიაში ხო ტაძარი ვერ ნახა მართლმადიდებლური რო წირვა დაეყენებინა და იყო ხალხი გიორგი რომლებიც ელოდებოდნენ მართლმადიდებლები გაიმარჯვებდნენ თუ არიანელები გაიმარჯვებდნენ ასეთები დღეს ბევრი არიან გიორგი და დუმილით ხშირად გაიცემაო ღმერთი და თუ ეს იცი ჩემო კარგო რომ ღმერთი გეუბნება რომ შენი საქმენი ვიცი არც ივი ხარ არც ხელი ხარ და ნერთბილი ხარ შეინანე რაღა დაგჩენია გიორგი ახლა ამას დიდი ვაშკაცობა უნდა რომ ღმერთი გეუბნება რომ ვიცი შვილო გიცნობ ვინა ხარ რა დაგჩენია შეინანე რომ შეინანებ მე უნდა დავფიქრდე რომ მე ვარ ერთგული დედა ეკლესიის პატრიარქის ჩემი ეპისკოპოსის ჩემი მოძღვრის ჩემი მშობლების ჩემი ცოლშვილის ეს ხალხი თემაა კიდე დიახ მამა თუ შეიძლება ერთობა ეხა მაგარი გამახსენდა ძალიან მაგარი ისა რომ აი ხა ის სურათი რო დავდე ჩვენი მაგალითად და რაღაც აი ძალიან ბევრი მოძღვარი გადაცემას დავდებ რაღაცა აი სულ უცხო ხალხი ვიღაცები იწონებენ მამა აი იშვიათად რომ ეკლესიურმა ადამიანმა თუნდაც აი ჟურნალისტები მაგალითად ვერუნები რომ ის სიტყვა ხო ხარ აი სიტყვა ჩვენი ჟურნალისტი ხო ჩემ გადაცემას უნახავ დააჭირე ხელი რომ ჩვენ ხო ერთ საქმეს ვაკეთებთ აი ჩვენთანაც ეკლესიაში ეხა თქვენ ხო დავდებ ხო სიტყვა კონკურენტი ხარ შენ უკვე ხო მაგრამ ისე მე ყველას უწონებ ხო ისე ყველაფერს ასეთი რაღაცები შენზე მოქმედებს კი არ მოქმედეს მამა ეს ხო ადამიანის თვისებაა რომ ესე იგი შენ არ უნდა რომ
სიტყვაზე ნახო სიტყვაზე აი მაგალითად სურათი დავდე ნახა 100,000-მა კაცმა მაგრამ მოწონება აქვს 200 ან სიტყვაზე ვამბობ ეს რას ნიშნავს რომ რაღაცა ხის უკან იმალება და შენ აპარტამენტებს უფრთხილდებიან გიორგი ჩემ აპარტამენტებს კი ეხა მაგის ლაიქით მე თუ გავვა აპარტამენტი 80 წუთს მალაგრია მაგრამ 200-იც ბევრია ხო მაგრამ სიტყვაზე ვამბობ ხო ხდებით მამო აი ნახეთ მამო რატო კოლეგიალობა ხო არის მამა გიორგი მყავს თევდორაშვილი ხო ეხლა აი ახალი მღვდელი იყო რამოდენიმე არიან ისეთი კაი ბიჭები არიან იმან დააჭირა ხო მოიწონა ხო მაგალითად აი მამა გიორგი კოხოძე მაგალითად მოიწონა არიან ადამიანები ვინც იწონებენ რა რომ მომცია და ზოგი მამო იბოღმება კი არ აი აქ მყავს მეგობრებში რა არ მოიწონებს არ იმასის ეს მე არ არის მოსაწონი გიორგი მამო პოლიციელთანაც ეგრე არის კაი პოლიციელთან იყო ჯანდაბა მოდი ჩვენ ისე ვიქადაგოთ რომ მოეტყობა ეკლესიაში არ უნდა იყოს არ არის საინტერესო ჩვენი საუბარი როგორ მამო აი ყველა არ არის საინტერესო ეთყობა არ არის რა ვიცი მაგას რომ მოვიწვე ხო იქნება და მაშინ ხო და იმას შვება რა მე დავალაიქებ არა მე მაგათ არ ვიწვე ვიცი მე ვაკვირდები არა რატომ იმიტომ რომ მამო ერი შურმა შეიპყრო ერი უსწავლებიო და მერეო ცხოველს ემსგავსებოდაო აი ეს არის ჩვენ ეგრე ვილოცოთ მაგადანი ამომიწერე სახელი და გვარები და ვილოცოთ სად აი უბრალოდ აი რატო არ შეიძლება ძალიან ბეხ თქვენი კომენტარი არ არსებობს მე რო ფოტო დავდო რომ თქვენ არ მიაწერთ თუ აი ის მამაო რა კაია მომიკითხე რაღაც იმათ იცი როგორ სიამოვნებს ეხლა ვიღაცა მღვდელმა რო დამიწეროს თქვენზე მაგალითად რომ აი მამა გიორგი რა კარგად გადაგებს კაია თქვენ ხო სტიმულს მოგცემთ მამაო მიხვდით ჩვენ ხო ერთ საქმეს ვაკეთებთ აი ეგ ვერ შევაგნებინე ვიღაც ეკლესიურებს ანუ ბჭყალებში რომ ეკლესიური ქვია და მებოღმები მე თუ არ მეშლება რატომ მებოღმები და თუ მეშლება მოდი და დამეხმარე შედალოცილო ხო აი ეს მომენტი არ არის ხო სიტყვა მაცხოვა რატო გააკრეს ჯვარზე გიორგი ხო იცია რა ზეგავლენა დაკარგა ძველი აღთქმის ეგრეთ წოდებულმა სულიერმა ხალხმა, ციგნობრებმა და ფარისეულებმა და თქვენს ბოლო-ბოლო ამდენი ხალხი რო არ დაიტანჯოსო, მოდი ერთიო წარწმიდოთო რა, ხო? სული წმინდა ისაუბრა, ხო? ასე რომ მოწონება რაოდენობით არ განსაზღვრა. რაოდენობით, რა თქმა უნდა, მამაო, მაგრამ ჩვენ ხო ბევრი ვართ, ეხლა ქრისტიანი სანა ვართ, მამაო, რომ ერთმანეთს მივხედოთ. ეხლა აი რო ადგება მაგალითად თქვენ ხართ ან ვიღაცა არის, გადაცემას მოიპარავენ ხოლმე, მოჭრიან ისევე ეკლესიური ხალხი. შედალოცინ მაგას არიზამს არაეკლესიური ისეთი ტიპები რო არიან რა. არა ეკლესიურებს ხანდახან უფრო მეტი ერთმანეთის მიმართ თანადგომა აქვთ მამაო. ეგ საკითხი როგორ გადავჭერი გიორგი იცი? აი მაგალითად ყველა მიცი ვინც მე ვიცნობს 16 წელია მაგას შეიძლება ჩემი მეთოდი არასდროს ესეთი რამე მე იცი რომ სულ ვამბობ ამ პეტრემ თქვა, პავლემ თქვა, მამა გაბრიელმა თქვა, ეხლა ჩემი მეთოდი გითხრათ. რაღაც ყოველ დილით იცი რომ დებ ნააზრევებს, ხო? და დავდე ნააზრი რომელიც მე ვიფიქრე თელიღამე მე თვითონ მომწონს და ძალიან ცოტა მოწონებები აქვს. იმათ კი არ განვეკითხავ რომ ცოტა თქვენ იზდებით 30,000 გამომწერი ვყავ გიორგი და თქვათ 100 მოწონება მაქვს ხო? და რას ვაკეთებ გიორგი იცი? დროს კი არ ავკარგავ ნახულობ აბავინ და ვიწყებ უკეთესის წერას. თქვათ კვირას ვიქადაგე და ვნახე რომ მაინც და მაინც არც მრევლს მოეწონა და არც სოციალურ ქსელში. რას ვაკეთებ გიორგი იცი? უფრო მეტი წიგნების კითხვას ვიწყებ რომ მომავალი ქადაგება და მომავალი ნააზრევი უკეთესი გამომივიდეს. ერთ წმინდა მამას ეკითხებიან მორჩილები რომ გვასწავლეო ლოცვაო. ვერ გასწავლით შვილო რატო და მეცო ავაზაკებმა მასწავლეს ლოცვა როგორო და შუა ზამთარშიო ღამე ყინვაშიო დამხვდნენ და ფეხსაცმელები გამხავდესო და ხეზე მიმაბესო. იმ ღამესო ისეთი ლოცვა მქონდა გაჭირვება მასწავლაო მეო ლოცვა გესმის როცა გიორგი აი ნაკლები მოწონება და ნაკლები ქება დიდება გაქვს უფრო კარგი წამყვანი გახდები მამა უფრო დიდებას მამა მე ხა თქვენ რასაც გეუბნებით ანუ სხვა ასპექტში ვამბობ რომ ერთმანეთის თანადგომა არ გვაქვს მეთქი მიხვდით ხო და რა ხა რომ საუბრობთ რომ ვიღაცა მღვდელი არ მოგწონთ და რაღაცა სიტყვაზე ვამბობ ეს იმის ის არის რომ ერთმანეთს არ იმაშვებიან არ ითვალისწინებენ ეხლა როგორ გამოვასწოროთ გიორგი მამა ეხლა მაგალითად თქვენ რომ რაღაცას ლაპარაკობთ ხო უკან იგულისხმებთ რომ აი მე რო ცუდად თქვა ჩემ მეუფეს რას ეტყვიან ჩემ მოძღვარს რას ეტყვიან რაღაც ამას ითვალისწინებთ ხალხი არის არ უყურებს მამაო ამას ეგ არის პრობლემა რომ რატო არ ითვალისწინებ მე ხო შენი ისა ვარ და ანუ ეს იცი რას ნიშნავს ხვალე მე რო დარასელიას ვიღაცამ გადაუაროს ეს ხალხი გაიხარებს მიხვდით პრობლემა არის ეგ მამაო ხდები არა მგონია გიორგი ვერ წარმოვიდგინე როგორ უყვარხარ ხალხს რა
მამო, ჩემზე მარტო კი არა. მე უფრო მეც უყვარ ხარ, ვიდრე ზულ ხარ. ან არ მოწმეს არ აინტერესებს. არა, მამო, მაგას არ მომხ სიძულვილი ჩვენ შორს, მართლა ქართულს რაც არ შეუძლია, ერთი სიძულვილი არ შეუძლია. ერთი ცოტა იუმორისტი გამომივიდა, მაგრამ მართლა არის, რომ ბოლომდე ვერ გაგიმეტებს ქართველი, მაგრამ ნახეთ მამო რა არის. უბრალოდ ჩვენ არა გვაქვს თანადგომა. მე ხა მე რასაც გეუბნებით, ალბათ მე რასაც ფიქრობ ვერ გადმოგცემთ, თორე თქვენ ზუსტად ვიცი რომ დამეთანხმებით ამაში. თქვენ არ იცით რომ ეგრე არის ხოლმე? ხო, მაგრამ ის იმასთან არ მიდის, ის იმასთან. ეგრეა, ზუსტად ესეა ჩვენაბო. მაგრამ მაგას არაფერი არ ეშველება, ჩვენ თავზე ვიმუშაოთ. იმაზე ჩვენ ხო ვერ ვიმუშავებთ, რომ ისინი გამოსწორდნენ არა. როგორ არა, მამო. ზუსტად ეხლა ასაც ჩვენაბო, უფრო გადაგემტერებიან, იმიტომ რომ ბევრი თავის თავს დაინახავს. მე მინდა, ძალიან მინდა, რომ აი ცოტა მე ამ რიცხველივით მაქვს, მამო, და ხედავ რომ აი სურათი რომ დავდე 50000 კაცს მანახა სიტყვაზე. შედალოცილო და რომ ამ 50000 კაციდან ხო არის სიტყვაზე მინიმუმ 500 ხო არის ეკლესიური ადამიანი ისეთი ძალიან ბევრი კაი ისეთი ადამიანია რომ არ გამოიპარები და ზოგი არა ეკლესიური მამო შედიხარ და ზოგს რაღაც სასწაულის სურათები უდეს მაგრამ აი რაღაცა განიშნებს რომ ისა ხო არ შეიძლება мама უბრალოდ ჩვენ ხო თანადგომა და ის უნდა გაუწიოთ ერთმანეთს მაგას ვამბობ мама რომ ის მე ჩემს ვიცით ამ ხელა სტიმულია და თქვენთვისაც რომ აი мама გიორგი თქვენი ლექსი მომეწონა და გეხვეწე ვიქნებ კიდე შემო ეხლა რო გამოიდა ლექსი და ვიღაცებმა რომ დაგიწევნა არ მომწო შენი ლექსი ეს რა არის დიდება უფალს კაცო ეს დიდება უფალს მაგრამ იცი რას გიზო დაგანგრევს ეს და გიორგი რა ექსპერიმენტი ჩავატარო აი ესე გულით რომ მოიკითხავ ხოლმე პატიმრებს ემიგრანტებს მაგათ ბევრი გადაცემა დაიწყეთ აი თქვენ მოგმართავთ ვის აუცილებლად თქვენ მოგწონო ვარ მოვიკითხავ ზარმაცებს ბოროტებს შურიანებს ეგეთები არ არიან ვისაც არ მოწონოთ მართლა არ არის აი გულწრფელად ვამბობ მოდი ვაპატიოთ რა ნუ და ნუ მოიწონებენ გიორგი რა არა მამო მე ვამბობ რომ არ არის ერთობა საქართველოში თვითონ თორე ის პატიმრებია თქვენ ვამბობ პატიმრებს იციათო კითხულობ იმიტომ რომ იმათ ადარდებ წარმოგიდგეთ მამო ეხა ხო გავხდი ერთი მაპატიე რო ეს თემას გადავჭერი 20 კილო მოვიკელი და საპატიმროდან ხალხი მე რა გჭირს რამე ხო არ გიჭირს წარმოგ იმათ ხო ვერ აუხსნი რომ არა მოდი ნუგეში ხარ რა იმედო სიტყვაზე და იმ ხელაზე აი ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო ის რომ ადამიანმა დამირეკა თვითონ გაჭირვებაშია წარმოგე პატიმრობაშია და რამე ხო არ გჭირს რაღაც ცოტა გამხდო ისე გამიკვირდა და თან გამიხარდა რა აი ეს არის მართლა პატიმარი ხო არ უნდა გახდე რომ მიხვდე სხვის იმას გიორგი ამ თემას ვინახავდი კვირის ქადაგებისთვის და აი იმდენად საინტერესო თქვი რა გეხვეწე აი ახლა მინდა რომ შენ ექსკლუზივი გაჩუქო ჩვენს ძვირფას მაყურებელს ну კვირასაც ვიტყვი მაგრამ რა მოხდა გამეორება ცოდნის დედა უყურე გიორგი 8 მილიარდი მოსახლეობიდან ძალიან ცოტა ადამიანი თulis თავს ბედნიერად ძალიან ცოტა ხო შე დადიან ეკლესიაში ეზიარებიან რაღაც სახეზე გაღიმებულები არიან კარგად აცვიათ კარგს მიირთმევენ კარგი მანქანებით დადიან კარგ სახლებში ცხოვრობენ მაგრამ ბედნიერად ვერ გძნობენ თავს მე მინდა 5 ფაქტორი დავასახელო როგორ ვიყოთ ბედნიერები პირველი ვიყოთ მადლიერები გიორგი იმისა რაც იყო რაც არის და რაც იქნება ეხლა შეიძლება ვიღაცა დამეთანხმოს მაგრამ ძალიან ძნელია გიორგი მადლიერი იყო იმ წარსულის რომ გახსენდება ხშირად და ხან ბოროტი გახსენებს იმანესად ზოგ ძალიან ესეთი დამახსოვრება შეუძლია 7 წლის წინ წირვაზე აი შენ რომ ჩაიცინე და რაღაც ქორწილში რომ ვიყავით და მოკლედ ჩემზე წირო დაჯექით და რაღაც ხო აი ესეთი ფენომენალური მახსოვრობა აქვს ბოროტებას და გახსენებს მე ორჩეკას რო დალევ რომ გექსაზიზ ბოღმა ხო და ამისი მადლიერი რო იყო ძალიან ძნელია გიორგი და შენ ეს ბედნიერებას გართმევს ეხლა ზოგი იტყვის დღეს ბედნიერი როგორ უნდა იყო აი რა ხდება აი ესეთი თავრობა გვყავს ესეთი თავრობა გვყავს და რა ბედნიერებაზეა საუბარი შენ ეგოისტი ხარ რა ბედნიერი წარმოვიდგინე რა თითქოს თვითონ ეხლა ის არის რა მოკლედ ხმამა ის არის ამოღებული ხმალი ან კიდე მომავალში რა იქნება საწვავი ძვირდება აგერ ჩინეთი უკვე აღლუმებს აწყობს ამერიკამ უკვე ისქნა აგერ უკვე რუსეთმა უკრაინა დაიპყრო და აუ რა შე რა ოჯახი რა რებს ლაპარაკობ ამე სადმე ნახე სორო შეძვერი რომ არ მოკვდე და ასეთი რა მეორე გიორგი ხსოვნა იმისა რომ უფალს უყარვართ აი ყველა მიგატოვა გიორგი ხო არ მოგიწონეს გაგლანძღეს შეშურდათ გახსოვდეს რა რომ იმ დალოცვილს ხო უყარვარ არა ანდრია სალოსი წარმოვიდგინე ზამთარია ყინავს გიორგი მინუსებშია ძალიან სერიოზული ზამთარია და ყველა ლანძღავს
ყველა როგორც მამა გაბრიელის ლანძღავდნენ და ერთ ხიდ ქვეშ შეეფარება გიორგი, სადაც უპატრონო ძაღლები წვენან. იმდენად ციოდა, რომ ძაღლებს მიუწვა და უპატრონო ძაღლებიც კი ადგნენ და გაერიდნენ წყავით. და ესე იგი, აქ უკვე ცოტა დაბრკოლდა და უფალო ნუ თუ არავის ყველა მიმატოვავ და აჩვენა ღმერთმა რა ელოდებოდა მას მომავალში 64-ის სანახეები და დამშვიდა რომ უფალიგო ჩემთან არის. ანუ ხსოვნა იმისა გიორგი რომ უფალი ჩვენთან არის, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ეს მეორე. მესამე ზრუნვა სულზე და სხეულზე. ზოგი ფიქრობს მარტო სხეულზე უნდა იზრუნოს, ხო? წონებს დაიკლებს, რაღაცა ტანს დაიყენებს, კარგად გამოიყურება, კარგია. ზოგი მარტო სულზე ფიქრობს, ზოგი მარტო სხეულზე ფიქრობს, ხო? ზრუნვა სხეულზე, რატო? სხეული სახედარია, რომ პატრონი სული მიიყვანოს დანიშნულების ადგილამდე. ზედმეტი გადატვირთვა არ არის კარგი და ზედმეტი გაზგლუქებაც არ არის კარგი. ეს არის მესამე. მეოთხე არის გიორგი გულმოწყალება. მოწყალება კი არა მარტო. გულმოწყალება. აი არ მოხდოს ქალბატონი ჩაფიძერო იყო, ხო, ეკითხები არ გულს როგორ მოუაროთო და გულმოწყალე იყავითო, სიკეთე აკეთეთო და თქვენი გული არასდროს არ დაავადდებაო. და საინტერესო პასუხია რა. თუ გულმოწყალე იქნები, შეგიწყალებენ გიორგი შენს, თუ გასცემ, მიიღებ, თუ დარეკავ, გაგიღებენ და თუ მოიკითხავ, მოგიკითხავენ. და მეხუთე, აპატიე რა. დაივიწყე რა, მიუტევე, ამოიღე გულიდან ეს ბოღმა და ეს ხსოვნა და რაღაცა უბედურებები რა და დამერწმუნეთ რომ ეს 5 პუნქტი შეასრულეთ შემოკარგებო და ნამდვილად ბედნიერები იქნებით. ეხლა არ ვიცი ვინ გაიგო ეს, ვინ არ გაიგო, ვის მოეწონა, ვის არ მოეწონა, მაგრამ მოდი ვცადოთ აბა გიორგი, შევასრულოთ რა. შევასრულოთ, ნუ ვეძებთ სხვაში რაღაცა ბოროტება, სულ სხვისკენ ნუ ვიშვერთ ხელს ხალხო. ჩვენს თავში იმდენი შეცდომების დანახვა შეგვიძლია, იმდენი ცოდვები გვაქვს ჩადენილი, რომ ამას ერთი სამჯერ უნდა დაიბადო ალბათ, რომ გაპატიოს ღმერთმა, ხო, ახლა რეინკარნაციას კი არ გვადაგებ. მაგრამ ნუ თუ იმის დრო გაქვს, რომ ვიღაცაზე საუბრობ, ვიღაცის ოჯახზე საუბრობ, ვიღაცის სოლზე, ვიღაცის ქმარზე, მოკლედ მოძღვრებზე აღარა მაქვს საუბარი, თითქოს ყველაფერი მოგვარებულია და სოციალურ ქსელში რო შეხვიდე, არ არსებობს რომ მოძღვარი არ გააშარჟონ და მოძღვარზე ცუდი არ ათქვა. ეს ძალიან დიდი ცოდვაა. ჩვენი ცოდვები გვეყოფა. მე პასუხს ვაგებ გიორგი, როგორც მამა გიორგი თევდორაშვილი, ნარიყალას დროებითი წინამძღვარი, ხო? მე ამაზე ვაგებ პასუხს. ვის ვაწყენინე, ვის რამე დაუშავე, ხო? ვის გული ვატკინე, მე ამაზე ვაგებას, მე ამას განვიცდი, მაგრამ შენ რომ დაუსრულებლად ლანძღავ მაგინებ და მაკრიტიკებ, შენ რა გეშველება? მე გავიგე რა მჭირს, შენს გაიგე რა გჭირს და ამიტომ მიყვავ გადაცემა გიორგი. იმიტომ რომ კურნალო შენი თავი განკურნე ჯერ, ხო? სხვას რო არ იგებ ჭკვაზე კაცო, შენი თავი განკურნე. მე ვინც მისნობს კარგად, ყველა მიცის რომ ბევრს მუშაობ გიორგი, ძალიან ბევრს ვითხოვ ჩემი თავიდან, ჩემი თავისგან და ვითხოვ ასევე იმ ადამიანებისგან, ვინც ჩემს ოლარს არის შეფარებული, ხო? და მე უნდა ვშილო დრო არ დაკარგო რა ტყუილად ეკლესიაში რა. აი თუ გინდა რომ ცხონდე, თუ გინდა რომ გადარჩე, უნდა სიკეთი აკეთო, უნდა ილოცო და კვირას უნდა იყო ტაძარში რა. აი ხალ დღესასწაულზე მოვალ და მაზიარე და ესე არ არის ხალხო რა. აი მარიამობა იყო გიორგი ხუჩაბას, ხო? უამრავი ხალხი მოვიდა, დიდება უფარს. იმის ნახევარი არ მოსულა კვირას. წარმოდგენა არა აქვს გიორგი რომ მარიამობაზე აღმატებული არის ნებისმიერი კვირა. კვირა არის უფლის დღე, კაცო და მარიამი არის უფლის დედა, ხო, მაგრამ მაცხოვარზე მეტი ხო არ არის? ხო, ეს ხო უნდა იცოდე შედალოცილო, რომ თუ შენ სულიერი წინსვლა გაქვს და თუ შენ მართლა გჯერა რომ მარიამი ღვთისმშობელია და ის იესო ქრისტემ აღამაღლა მესამე დღეს, როგორც თვითონ აღდგა და ამაღლდა და მარიამობას მცირე პასექიც ქვია. და ის არის წინამორბედი ყველა ჩვენთაგანის, რომ აი როგორც მარიამი აიყვანა ჩვილის სული რო უკავია ხელში თავისი დედის მაცხოვარს, ხო? ასე მოხდება ჩვენი შეხვედრა უფალთან. და ეს თუ ვიცი შენ და კვირას წირვაზე არ მოდიხარ შილო, ესე იგი ან არ გასწავლეს, ან გეზარება და რაღაც გონია რომ შენი მოვალეობა მოიხადე. აი ხა თქვათ მე მისმინა დღეს ხალხმა გიორგი და მომავალ 4-ს მოიყვანე სხვა მამა, არ ვიცი ჩემზე მეტი ნაკლები, ამ მნიშვნელობა. ხო, ამ მამება რა გააჭირეს საქმე, ხო, მამა გიორგის ხო უსმინე, ეხლა იმას აღაზე უნდა მოусმინო. პირიქით, ხო? ჩვენი გადაგებები ერთმანეთს უნდა ავსებდეს გიორგი და არა ის რომ
მე ხლა ქვეცნობი რაღაცა ჩუმჩუმად ვიღაცებს ზირი გამოუთხარო და ისეთი რაღაცები ვიქა და გონო მე წარმოუჩინდე და სხვა მამაოები დავაკნინო, ხო? აი ეს ეგრეთ წოდებული სიმართლის მედროშეები, აი ერთ-ერთი ამას აკეთებენ, რომ აი მე ვხედავ უსამართლობას და თქვენ გძინავთ და თქვენ ვერ ხედავთ. მე რო ხედავდი და შენ გეძინა, მაშინ მე არ გაგიკითხავდი. არ გამიკითხე გახსოვს გიორგი რომ როდის ვაზაგაშვილი რო ჩასხრილეს, მოლაშვილს რო აწამებდნენ, ხო? სად იყავი შენ მაშინ კაცო? სად იყავი, რას აკეთებდი? რა ნამუსით ამბობდი ასამაღლებელს? თქვენ საიდან მიყვარხართ, იცით? ახალაია გყავთ აყვანილი საპატრიარქოში, რომ პატრიარქს უთხარით, პატიმრებსო ცუდად ეკცეოდა. მე ეს ვიცი. და ის პატრიარქმა ეს ჩემზე კარგად აკიცებდა ის წარმოიდგინე ხარ მინდა რა პატრიარქმა რა მოუყვა იცი გიორგი? რა მოუყვა იცი? მოუყვა ეფრემ მეორე სიდამონიძე გადასახლებაში რო იყო რუსეთის საპრობილეში რო იყო ერთი ციხის ზედამხედველი, ციხის უფროსი იყო წარმოშობით ებრაელი. მოუყვა იმ დროს ახალაია რო მაშინ აღზევების ხანაში იყო კაცო. და აი გეხვეწე. წარმოიდგინე ფერი აღარ ქონდა რა უყურებდი. ხო და წარმოიდგინე ესე იგი რომ ძალიან სუდად ექცეოდაო ჩვენ პატრიარქსო. პატრიარქს რაღაცაშიო გამოიჭირესო, ჰა? პატიმრებსო. პატიმრებს და პატრიარქს, იმიტომ რომ ებრაელი იყო და ვერ იტანდა რა, ეფრემ მეორე სიდამონიძე კათალიკოს პატრიარქი ციხეში იყო. ამას უყვება ზოგი ერთებს რა. ხო და თან კარგია რომ ყველა მეს გაიგოს ახლა რომ პატრიარქის სიტყვები არ არის ესე რა. იცის ვის რა უნდა უთხრას და როდის უნდა უთხრას. ხო და რაღაცაში გამოიჭირესო და დაიჭირესო და პატრიარქის კელიაშიო შეიყვანესო რა. რამოდენიმე ადამიანი იყო და პატრიარქი ადგაო და თავისი საწოლი დაუთმო. ყველას ეზიზღებოდაო და ყველამო არავინო არ მისცაო საწოლი. და პატრიარქმა თავისი საწოლი დაუთმო და მოექცაო, მოინათლაო და ციხეშივე დაკრძალეს მერეო, ისე გამოსწორდა და ისე შეინანაო, რომ ყველა ციხის უფროს ახსოვდესო, რომ მსგავსი რამეო აღარ უნდა გაემეორონო. აი ეს პატრიარქმა მოყვა, ხო და აი მართლა არ მინდა გიორგი, არავისი გასამართლება არ მინდა, არავისი ცუდი არ მინდა, მაგრამ თქვენ დალოცვილებო, აი გვირგვილიანის დედის სრემლები ქალბატონი ირინას ეხლაც მახსოვს. და აი რატომ არ ამბობდით არაფერს, მღვდლებო, მამებო, აი რატომ არაფერს არ ამბობდით ეს შერჩევითი სამართალია, კაცო, ყოველთვის უნდა ვამხილოთ გიორგი. ზვიად გამსახურდიას პერიოდში, ვინ გაუკეთა ზვიად, ვინ დაამხო, ხო ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ, არა მოყვეთ და არც დღეს არის დალაგებული ყველაფერი კარგად, ხო მე არ მომწონს ამდენი ინდოელი, ამდენი პაკისტანელი, ამდენი ჩინელი, ამდენი რა ვიცი, ამდენი უცხო ადამიანი არ მომწონს რა, მე უსვავ შეკითხვას ხელისუფლებას, რა ხდება, რატო გარბის საქართველოსდან ქართველი და რამდენი ადამიანი ურდო, რატო შემოდის, კაცო, რატო გახდა კაპიკები საქართველოს მოქალაქეობა. ესენი მომავალი ამომრჩევლები ხო არ არიან? ესენი ხო მარტივად აირჩევენ როგორც მარნეულის არაქართველი მოსახლეობა და ყარაჯალას არაქართველი მოსახლეობა მარტივად რო აწერენ ხელს ბიულეტენებზე. ესე ხო არ იქნება მომავალში და საქართველოში ძალიან ცოტა ქართველი დარჩა გიორგი. არა ვთქვა? არა ვთქვა? აგირჩიე, ჩემო კარგო, იმიტომ აგირჩიე. ოცნებაში კი არ უნდა მაცხოვრო. ბათუმში მამაო თურქებით არის გადავსებული, რა ფა ოკუპირებული. ბათუმში რო გაივლი ვერ იტყვი რომ საქართველოში ხარ, ხო? ფაქტია, ხო და შეურაცხყოფა მიაყენეს იქ დასრულებრის და ხო ბათუმი კი არა, ხო თბილისში უკვე რო გაივლე შენ ამბობდი ხო ქართული ლაპარაკი მოგვენატრებაო, მამა გაბრიელი ამბობდა. კი, მოგვენატრებათ რომ არც ეროვნებას არ ვაყენებ შეურაცხყოფას და არ ვარ ჰომოფობი. არა, ძალიან კაი ხალხი არიან. მე არ ვამბობ იმას, მაგრამ როცა არ არის მართლმადიდებელი, როცა არ არის ამ ქვეყნის მიიღებენ მართლმადიდებლობას. ხო, მაგრამ აი ნახეთ ამ ქვეყნის შვილი როცა არ არის, ხო თუ გინდა არ იყოს ქართველი, მაგრამ აი ამ ქვეყნის შვილი, აი აქ დაბადებული როცა არ არის, აუცილებლად ეს არის ნახმი. ის ჩამოდის და ინდუსი იქნება თუ ვიღაცა, ნუ რაღაც სასწაულებს იმაშუება. ეხა არ ვთხოვ მაინც და მაინც რაღაცა მაგარ მორწმუნეობას ადამიანს, მაგრამ ეს არ არის ჩვენის, იმიტომ რომ ის თავს გახვევს თავის რელიგიანად შემოდის და მამაო რა არის, ყველაზე ცუდი რა არისო. 2 მილიონიან და 3 მილიონიან ქვეყანა ვერ აიტანს ამ სიმძიმეს. აი ჩვენ რო ვიყოთ 150,000 მილიონი რო ვიყოთ, კიდე შეიძლება რომ სადღაც ვიღაცა 10 ინდუსი და 20 ინდუსი. იცით როგორ ხოირის მამაო, ვერ აიტანს, ვერ დაიტანს. საფრანგეთი ვეღარ იტანს, ინგლისი ვეღარ იტანს, გიორგი. ხო, ჩვენზე 10-ჯერ მეტნი არიან და უკვე ისლამი უკვე გაძლიერდა. და მერიც უკვე მე მგონი მუსლიმანი ყავთ ინგლისში
და ინგლისი პირველი ქვეყანა იქნება ისლამური ქვეყანა ატომური ბომბი რომ აქვთ. რა მოგიდგენია რა ყველა ინგლისი, საფრანგეთი ეხლა მე მაქვს შეხება, შენ იცი გიორგი, როგორი მეგობრები მყავს, ნუ შეიძლება და ყველა ფოტოშურის მოკითხვა. მეც დიდი სიამოვნებით ვიდა რომ მე მინდოდა რომ მომეკითხა თქვენ დამასწარით. ეხლა მართლა მაგარი გელოდა რომ არაფერი არ თქვი. არა მამო, იმის ტკბილ ლუკმა საერთოდ ბოლოსთვის ინახავენ და. ხო და ზუსტად ვიცი უკვე გიორგი რა ხდება ევროპაში, ხო და ევროპა უკვე ფაქტიურად გამუსლიმანდა რა. ხლა არ შემეკამათოს ამაში არავინ, აი ზუსტად ვიცი რა. კი ბატონო, ამას კამათი აღარ არის საჭირო, მეჩეთები შენდება და აშკარად ხო? ხო და ამიტომ საქართველოს ამას ვერ გაუძლებს ხალხო, ჩვენ დიდგორი გველოდება უკვე. მაგრამ ეს იარაღით არ იქნება გიორგი დიდგორი, ეს იქნება ინტელექტუალური დიდგორი იქნება. უკვე ესენი ყიდულობენ, მიწები იყიდეს, სოფლები შენდება და ამაზე თვალის დახუჭვა მოეკითხება ჩვენ ხელისუფლებას ხალხო. მოეკითხება რა, აშკარად მოეკითხება, ესე არ შეიძლება. ვიცი რომ სოფლიო პოლიტიკა, ეგეც კარგად ვიცი გიორგი, რომ გლობალიზაციაა და უბრძანებენ ჩვენ ხელისუფლებას, რომ ესე ამდენი მიგრანტი უნდა მიიღოს. ამდენი არის ლაპარაკი ჯვარიგვწერია, მესხი თურქები თუ თურქი მესხები არ არსებობს ეს ტერმინი, ხო? შეთითხნილია. და ვინაცვალეს სტალინს, რომ გადაასახლა ეს ხალხი რა, სტალინი მართლა ვაშკაცი კაცი იყო და სწორი პოლიტიკა გაატარა. ესე მესმის მე რა. კი, იმიტომ რომ ჩვენ პატრიოტს უყვარს სტალინი და ვეთანხმები რა და არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის. 9 მილიონი გადაასახლა საქართველოს მტრები. ზუსტად ვიცი რომ მტრები იყვნენ. და ეხლა უნდათ ვიღაცეებს რომ ჩვენ პრეზიდენტს იბარებენ იქ დიდგორობას და რაღაც ისულელები. ამას ქართველი ხალხი ვერ ჩაყლაპავს რა. ჩვენ იცი რომ მე არა ვარ ოპოზიცია და არა ვარ მომიტინგეღდელი და მაგრამ ჩუმად ამა ვერ გაუჩუმდები გიორგი რა ვერც ცრუღდლებს ვერ გაუჩუმდები უცა მართლა სათქმელი იყო ჩუმად რო იყვნენ ხო და ვერც ამას ვერ გაუჩუმდები რომ ბოლო-ბოლო როდის უნდა დავინახო რომ ხვალე ქუჩაში რომ არაბები გამაჩერებენ და მეტყვენ ჯვარი მოეხსენიო და არ სიამოვნებსო ხო მე გვიან იქნება რა ძალიან დროზე უნდა მივიღო ზომები ძალიან დროზე უნდა მივიღო ზომები რა მოვიდნენ დაათვალიერონ და წავიდნენ. მეიდანზე 80 ეროვნება ცხოვრობდა. ზუსტად ვიცი, ფილმი გადაიღეს. ახალი დანიშნული ვიყავი წინასწარ გიორგი და სოფლიო ჭიპი უწოდეს მეიდანს. 80 ეროვნება სრულიად შვიდობით, სიყვარულით, იქ სინაგოგა, აქ სომხური სალოცავი, იქ მეჩეთი, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ, ზევით ნარიყალა, ხო? ერთი კონფლიქტი არ ჩემ დროს ყოფილა, არ ჩემამდე ყოფილა და არც არასდროს არ იქნება. მაგრამ მეშინია გიორგი ხელოვნურად არ წამოვიდეს უკვე. რომ უნდა მე არაბი გეტყვის რომ იცი 400 წელი არაბი ამირა იჯდა თბილისში. ესე ფიქრობენ ეგენი დროებით რუსეთმა წაართვა და დაბრუნება უნდა ირანსაც დაბრუნება უნდა არაბეთს დაბრუნება უნდა ხო ჯერ ესე ღიმილით ოქროს კბილებს გაჩვენებენ შემოდიან ჩადრებით რა გადაუარე ჩართეთ ტელევიზორი კაცო რა გადაუარე რო გადაგვილიან მე ხო ვეღარ ილაპარაკებ ხო და ჩვენ ამაში უნდა გავერთიანდეთ გიორგი და ხმა მოვიღოთ რა ხოლე შემომავარდებიან ტაძარში და იცი რას აკეთებდნენ? შემოდიან ირანელები და ჯვარცმასთან იჭყანებიან. თუ დაინახე, გამოვაგდა, თუ ვერ დაინახე, სურათებს იღებენ და იჭყანებიან. გესმის? ო, იცი, ძალიან სურათი, ძალიან დაბალი დონის. ხო, მაგას გეუბნები და ამას თავრობა უნდა მიხედოს, გიორგი, რატო შემოგყავ ეს ეს? მამო, რა მიხვდი? მაგარ რაღაცას გეტყვი. გიდები არ ყავთ და გიდები ვიღაცები არიან სხვა ეროვნების, რომლებიც აჯერებენ, რომ ეს საქართველოს საერთოდ მათი. წავი გიდები არ ყავთ, ჩამოყალიბებული გიდები არ ყავთ. რო ნახეს ჯალალედინმა რო გადახადა სიონს გუმბათი და ესო ვინ არისო ფრესკებზე ნახეს რა და უკვე დადებითი პერსონაჟი გონიათ წარმოიდგინე რა ისინი ფიქრობენ რომ ეს კოლონია იყო მათი და დრომოვა და დაბრუნდება ასე ფიქრობს თურქეთი ასე ფიქრობს ირანი და არაბები ფიქრობენ ასე ინდოელების და პაკისტანელების არ მეშინი ეგენი შავ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ემაც სერიოზული პრეტენზიები აქვს გიორგი და ახლა მე იმიტომ ვირჩევ ხელისუფლებას, იმიტომ ვქირავთ და იმიტომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, რომ ქართული საქმე უნდა გააკეთონ და მჯერა რომ გააკეთებენ, ოღონდ არ ვიცი ვინ გააკეთებს ამ საქმეს. მე ვერავის ვერ უკმევ რა. ერთი იმას ლანძღავს ვინც იყო, მეორე ამათ უკმევენ რომ ვითომ მაგრებია და მესამე ზოგი გუდელი მესამე ძალას აკეთებს. გუდლებს ამის უფლება არ აქვს გიორგი რომ ჩვენ რომელიღაცა კოალიციას ან პარტიას დაუდგეთ ხელში დროშებით. გუდლის საქმე არ არის ეს. ხო, სხვათა შორის მამა რო არ თქვა არ შემიძლია, აი რელიგიას უკავშირდება თან და თან ჩვენ ქვეყანას უკავშირდება.
კულტურის სამინისტროს აი მართლა გთხოვთ რომ გიდები მოამზადეთ, იმიტომ თქვენთვის არის ცუდი რატო იცი რომ ის სამება რო არის, ხო იცით სალაპარაკო რომ აი ეს სამება აშენა სამება, მაგ სამებაზე სომეხი გიდები და ისინი ეუნებიან ესო ჩვენი ეკლესიაო და აი ეგ მაინც გადაამზადეთ და ისეთი რაღაცა მიეცით რაღაცა სტატუსი ან რაღაცა რომ ყველას არ შეეძლოს საუბარი ხო სამებაზე იძახიან კი მამო რამდენი აი გიდებს მოусმინეთ ხოლმე სპეციალურად უსმენ ხოლმე რომ შემოდე რეებს უყვებიან იცი ზღაპრებს ეხლა აშენ იმათ რასაც უნდა იმას მოაწევინებ და მოატყუებ ხო ვიღაც ჩამოსული არის რაღაცა იქიდან და ესენი ეუნებიან რომ აი აქ ის არა ქვია და ესე წარმოიდგინე და ისე ჩვენთვის არის ცუდი მამო ისტორიის ის ხდება დამახინჯება თან სათავისოთ იმათი და როგორ შეიძლება მამო ხშირად მამო ჩვენ არ ყავს გიდი ხო ნორმალური გიდი მე ვერ ვიპოვე საერთოდ აი თანახ ის რაღაცა კითხვას დაუსვა შიონღვიმელი ვინ იყო გონზე არ არის საერთოდ წარმოიდგინეთ ეხლა ესენი ხა დადიან ვიღაცემა იციან ეს იქაურიენები რაღაცა და ამათ განცხადებებით პოულობენ ხოლმე იქ დადიან მამაო რა და იმაშვებიან მე ცუდ დამახინჯებული ისტორიას ღაპრებს უყვებიან თან იწერენ ყველაფერს მამაო და აი ეგ მაინც იმას კენთ რომ ბატონმა ბიძინა სამება რო ააგო ეგ მაინც სომხებმა და იმათმა არ დაიბრალონ კაცო როგორ შეიძინო ქართველმა ხალხმა და საერთოდ ეკლესიას ღმერთი აშენს მაგრამ სიტყვაზე ხო დიდი წვლილი ხო აქვს მიღებული ხო ეგ მაინც გააკეთეთ ისე რომ ვიღაც გიდი არ ამოვიდეს და არ უთხრას რომ ბეჟანას აშენებულიაო ხო სიტყვა ბეჟანა გამაცანია ძალიან გიყვარს ჩემ შექმნილი ის არის სუპერ პერსონაჟია Deep State. Oh, კიდე რას დაამატებ თქვენ გიორგი და ადამიანი უნდა აშენებდეს სამ ტაძარს. ერთი უფლისთვის და უნდა მიიღო მონაწილეობა უფლის ტაძრის აშენებაში. მეორე ოჯახი უნდა იყოს შენთვის ტაძარი, სადაც ლოცულობ, სადაც ერთგული ხარ შენი მეუღლის და შენი შვილების და შენი მშობლების და შენი ახლობლების და მესამე შენ ტაძარს უნდა გაუფრთხილდე. ჩვენი სხეული არის სულიწმინდის ტაძარი და სვირინგები არ უნდა გავიკეთოთ, თამბაქო არ უნდა მოვწიოთ და უნდა ჩვენი სხეული ვაქციოთ უფლის ტაძრად და დამერწმუნეთ შემოგარგებო რომ ჩვენ აუცილებლად გამოვართ ამ დიდი განსაცდელიდან, დიდი გაჭირვებიდან, დიდი უგულობიდან, კარგი თემა იყო გიორგი ეს მე მგონი კიდე უნდა გავაგრძელოთ მომავალში, იმიტომ რომ 1 საათი ამას არ ეყოფა აშკარად ფაქტებიც უნდა მოვიყვანოთ უკვე, აი სად ვხედავთ ამას ყველაზე ძალიან მე პირველ რიგში ტაძარში, ეკლესიაში ვხედავ გიორგი ამ უგულობას და უსიყვარულობას რა. ადამიანი ვიტყვი მაგალითს ვიტყვი რომ ისე წავა ადამიანი ტაძრიდან და აისვენებს 1-2 თვე რომ არც კურთხევას აიღებს. ზოგი ევროპაში გაფრინდა, ზოგი რუსეთში, ზოგი დამლოცე მამაო, მივდივარ უნდა დავისვენო, ხო? გავა 2-3 თვე ჩამოვლენ არ ამოდის, მე შობის მარხვა რომ მოვა რაღაცა ესე შედალოცილი კულტურაა ხო? დაემშვიდობე მოძღვარს კურთხევა აიღე. ისაც კითხე, შენ სადაპირე მამაო დასვენებას, ხო ხე ჩვენ დასვენება წირვალოცვა. ეს პირველი უგულობა ეს არის რომ იმ კაცის ხიდან ვის ხელი ეზიარები ახსარება ხო უნდა მომიყო ეხლა რა რომ ირუჯებოდი რაზე ფიქრობდი რასაკეთებდი როგორ იყო ხო ეხლა ეს კონდა მქონდეს იმისი უნარი რომ მოგისმინო რა რომ შენ საერთოდ არ გაინმე გჭირდები იმიტომ რომ ცოდები მომაყარო ხო მეტი ხო არაფერს არ გჭირდები რა ისე მაინც მოიგეკა თემა არის მამო შემდეგში აუცილებლად აი იქითა კვირას თუ მოხვალთ მამო გავაკეთოთ შევხედოთ გიორგი რა ვიცი მე შენთან ყოველთვის გამიხარდება მაგრამ არც ის არ მინდა რომ ის მტრები კიდე მათი რაოდენობა გაიზარდოს რომ ამ თეოდორაშვილმა და არასელიამ რა საერთო ენა გამონახეს ასეთიო კაცო რომ არა ძალიან კარგი ხალხი მე მაგალითად ტერი არ მყავს მართლა არ მყავს აი უფლის წინაშე მომბობ აი არ მყავს ესეთი ვიღაცები რაღაცა უნდა იცი რა კარგი ვინმე ამ ტერი გიორგი სულ მობილიზებული ხარ არ გეფერება და სხვადასხვა ვინც გამზარდა ეგენი იყვნენ რა აი რაღაცა რომ იმას ქენი რომ ცოტა რა თვითონ ტერი ყველა ადამიანს უნდა ყავდეს ძალიან კარგი ვინმე ამ ტერი არა მე ცოდე ხო ის მე ხო იღუპება და მაინც მე მოექცევა შენი სიყვარული კარგი ჩემ მე მაგნეს სიყვარული არ შემილია რომ მაგ მოვაქციო პირიქით გავაქცევ და ასე რომ არ იყო ტრები კარგები ხართ ხო და ის არა ხანახან ფიქრობ ხოლმე რომ ერთი მიწა ხან მოუკვდე ესე იგი ეს დღეს ვერ ვიჩხუბეთ ხო რაღაცაშია საქმე რა ერთი ეპოქის სასაფლაოები ერთნაირი გვექნება რაღაცა და ის იმას ჭამდა ის იმას ჭამდა და რა არის გაჩდნენ დაჭამეს ერთმანეთი მოკვდნენ რა იქნება ჩვენზე ნათქვა არა სიყვარული პირიქით შევიყვაროთ ერთმანეთი ბოდიში და აი მართლა თუ რამე გადამიცდა ისეთი ყველასთან აი მართლა აი ხანახან ვიღვიძე ბოდიში რა ვინმე მაგალითად კითხოს სულ მაფიქრებს ეს ახალგაზრდების დაჭერები და
მე მგონი რომ ბევრი ახალგაზრდა არ ეგაუგებრობაში მოყოლილი და მე მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას რომ გაარკვიონ რა ეს ამდენი ახალგაზრდას დაპატიმრება ძალიან სუდად იმოქმედებს ჩვენი ერის მომავალზე რა გული არ გაუტყდეთ და არ წავიდნენ საქართველოსდან კი პირიქით დაჭერა ადვილია არ უნდა გამოსწორება ზნელია რა კი გამოვასწოროთ ჩვენ და არ გავაბოროტოთ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ახალგაზრდებს და მოვეფეროთ და არ იფიქრონ რომ ეკლესიას ისინი არ აინტერესებს ჩემი შვილები არიან ჩემი შვილის მეგობრები არიან და ძალიან საყვარელი რაღაც ახალგაზრდურად შეიძლება რაღაც შეცდომები დაუშვეს მაგრამ არ შეიძლება ყველა დააპატიმრო ასე და ციხეში გამოკეტო რა მე ესე ვფიქრობ კი არა მამო რაშიც ისა ეხა თუ პოლიტიზირებული არის და ადამიანი დაიჭირეს ისე და რაღაც აი ამ ბავშვებს მართლა ბევრი არიან ისეთები რომლებსაც ვიღაცები აჯერებენ რომ რემბოები იყვნენ და ეკლესია უნდა შეუშვათ სკოლებში ხალხო და ამდენი გაუგებრობა აღარ იქნება რა ეკლესია უნდა დაბრუნდეს სკოლებში გიორგი და დამერწმუნეთ რომ ბევრი რამე დალაგდება ქვეყანაში რა დიახ ძალიან დიდი მადლობა მამო მართლა რაღაცა აი მინდა რომ რაღაცა იმაში ფარგლებში ჩავждე ისეთში რომ მეც რაღაცა პოლიტიზირებული არ ვიყო მაგრამ ყველა მეცოდება ციხისთვის აი ყველა აბსოლუტურად იმიტომ რომ თქვენ ჩვენი შვილები ხართ და ჩვენი ტკივილი ხართ თუ რამეში ვწდებით მით უმეტეს და თუ არ ვწდებით მაშინ მაინც ტკივილი ხართ ყველა ვარიანტში ჩვენ ვართ ერთმანეთს ტკივილი უნდა ვიყოთ რაც არ უნდა მოხდეს რა სტეფანე დიაკვანს სკოლავდნენ და გლოცავდა იქით ხო და არ შეიძლება ხო გენაცვალე თქვენ ბედნიერებას გისურვებთ ყველა პატიმარს მოგიკითხავთ ძალიან ბევრი ადამიანი ხართ ვინც მიგვისმენენ მამო აი ძალიან ბევრი რო მატროსოვიდან მოყოლებული ბათუმის ციხიდან იმიდან ქსნიდან რუსთავ ყველას დიდი მადლობა რომ ხართ და მადლობა აი თქვენზე დგას აი თქვენ ძალიან ბევრი მატროსები აღარ არის მე პრორუსულობაში დაგდებენ რა აღა პრორუსულობა სტალის ვაკეთ 1 საათი გიორგი აბუსერტო რაღაცა პრორუსულობა სტალის ვაკეთ 1 საათია მო ეხლა რაც არ უნდა თქვა მაგას ვერ გავაკეთე მე მართლა ნუ ვარ იმის მომხრე რაც ბევრი რაღაცა კარგი გააკეთა და ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერ კარგს გისურვებთ სხვათა შორის მიყვარს სტალინი რაღაც მხრივ ოღონდ ისა რა ქვია მე არ ჩავეძიები ხა რაღაც იმას და არ შევყვები ყველაფერს და ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერ კარგს გისურვებთ, წარმატებები და დიდი მადლობა მამა გიორგი თეოდორაშვილი არის ჩემი აი ჩათვალეთ რომ ოჯახის როგორც ყოველთვის საინტერესო თემა იყო გაშლილი საინტერესო ძალიან დიდი მადლობა მამა რომ ხართ ამ ქვეყნად და თქვენ უგეშელებს აუცილებლად გულით მოვიკითხავ და ბედნიერია ის ადამიანი ვინც მამა გიორგი თეოდორაშვილს იცნობს იმიტომ რომ ალალი კაცი არის და არ დამალა რასაც ფიქრობდა და გაგვიგეთ. კარგად ზანეოდეთ დროებით, გემშვიდობებით, სამშაბათს დაგიუნებით ეს გადაცემები საღამოს კვირას გავა აუცილებლად განმეორებით. კარგად ზანეოდეთ დროებით.